აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი 11-დან 15 წლამდე მოზარდებისთვის თურქეთში კუნძულ ქინალიადაზე საერთაშორისო ბანაკი იმართება. აღნიშნული ინიციატივა 14 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევით, მსოფლიო საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. დელეგაციის თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებსა და ორგანიზატორებს მსოფლიო პატრიარქმა ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოს პირველმა საკუთარ რეზიდენციაში უმასპინძლა და დალოცა. შეხვედრისას აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ მსოფლიო პატრიარქს დევნილი მოზარდების მუდმივი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შევხვდით მსოფლიო პატრიარქს განსაკუთრებით სიყვარული და განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით მოეფერა ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენ დევნილ ბავშვებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა წლების განმავლობაში მიმდინარე პროექტის კიდევ უფრო გავრცელება და გაფართოება და მსოფლიო საპატრიარქოს დახმარება და მხარდაჭერა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და უწმინდესმა ბართლომეოსმა დალოცა ჩვენი ახალგაზრდები და ვისურვა მალე გაერთიანება ჩვენი ქვეყნის. Ჰქონდა შესაძლებლობა დავესტუმრეთ მსოფლიო საპატრიარქოს, სადაც ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი და ასევე აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი ბავშვები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ბანაკში. რაც უმნიშვნელოვანესია, რა თქმა უნდა, ახალგაზრდების განვითარებისათვის, მათი მსოფლმხედველობის თვალსაჩინოს გაფართოებისათვის. ჰქონდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან, ბართლომეოს პირველთან, რომელმაც დალოცა ჩვენი ბანაკის მონაწილე ბავშვები და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ შეხვედრაში მქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა. აი ეს ბანაკი ზუსტად მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით ხორციელდება სტამბულში, ხოლო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ პროექტში ჩვენი მონაწილეობისთვის აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ და დევნილთა სამინისტროს და რა თქმა უნდა აჭარის მთავრობას. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო მსოფლიო საპატრიარქოს ხელშეწყობით მსგავს საერთაშორისო ბანაკებს უკვე ზედიზედ მეხუთე წელია წარმატებით აწყობს.